საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. შესაძლოა ცნობით მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად არ დასტურდება სასწავლო პროცესში მისი მონაწილეობა. საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირდება ასევე სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები. დასახელებული ნებართვის გაცემა მოხდება სრულწლოვან პირზე, მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში. კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მოქალაქის და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დაჯადი ხდება. ამასთან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სასამართლო სამართალწარმოების ნაწილში, კერძოდ მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, დგინდება საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადები და რიგ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება საქმეებზე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებული იქნა ის პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. პირველ რიგში ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს, აღნიშნული ბინადრობები სამწუხაროდ პრაქტიკაში ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა და ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლენთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამეფ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც მისცემს უცხოელ სტუდენტებს მიზნობრივად გამოიყენონ აღნიშნული ბინადრობა. კერძოდ, პირველ რიგში წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების ასე ვთქვათ საფუძვლად. გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვები იმ უცხოელი სტუდენტებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება ისეთი ტიპის ბინადრობას, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებასთან, კერძოდ დღეს მოქმედი რედაქციით ასეთ უცხოელებს ეძლებათ მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რაც ხშირ შემთხვევაში ფიქციური ქორწინებების საფუძველს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ საკანონმდებლო დონეზე დაჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას, ბინადრობის ნებართვა იქნება თუ სხვა ტიპის ნებართვები. გარდა ამისა, სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუ კი გაჩნდება ეჭვი იმისა, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას და ეს ფიქციური ქორწინება გამოიყენება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრებისათვის, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ შესაბამისი სანქციების გატარება.